სახელთა მამისათა და დის სულსაც მიდისათა. გილოცავთ თანდელ დღეს, კვირა დღეს, ადგომის ხსენების დღეს და ჩვენ დღეს მოვისმინეთ სახარებიდან ერთი ადგილი, კარგად ცნობილი ჩვენთვის, ხშირად გვესმის, მაგრამ თითოეულ სიტყვას წმინდა წერილის აქ რამდენიმე თავის სიღრმე აქვს ხოლმე და ამოუწურავია, რომ ყველა სარგებელი შეიძლება ადამიანმა მიიღოს მრავალგზის დაკითხვით, მოსმენით და მამების განმარტებით. ერთი თავი მივიდა და კითხა მაცხოვარს. რა გავაკეთო ცხონდეო? და უფალმა უთხრა, აი სებები იცი და ჩამოუთალა. არა კაცლა, არა იპარო, არა იმუშო, არა ცილის წამოთა. პატიეს მამას და დედას და აი ეს ვიცი, ამას მე ვასულ ბავშვობიდან ამას ვასულებ ყველაფერს. და რა მაკლეო კიდევ. ნუ მაშინ უფალმა უთხრა, გაყიდე შენ რაც გაქვს ხონება მონაგები დაურიგე ლახაგებსო და გამომყევ მე. და დაღონდა ხო ეს მიდარი ყოფილა ეს ადამიანი. და ეხლა უცებ ეს ხონება რომ გასცეს მე როგორ დაიცხოვროს და უფალმა მე გამომყევიო და შენ არაფერი არ აქვს და როგორ გამოყევ ქრისტეს როგორ თქვა დესეკაცესა არ აქვსო სათავი მოედრიკოსო პირენ ჩიტებს ბუდეები აქვს მე მელებს ორები აქვს და დეკაცსა არა აქვს მას არაფერი არ აქვს მთელი სოფლიო მისია მაგრამ ანუ არ არის დამოკიდებული ქონებაზე აი ეს სრული თავისუფლება გინდა უფლის გზითია რომ უნდა თავისუფალი იყო ამ სოფლისაგან მაგრამ თუ ცებები შეასრულე და გზნობ რომ არასაკმარისია კიდე რაღაცა გჭირდება შენ ღვთისთან შევგამართლე მაშინ ეწებ დიებას რა და ამით მოვიდა რომ ვიმასწავლეო და ნუ თუ კი ყველასებას ასრულებ მაშინ დაგჩენე რომ განთავისუფლ ბოლომდე და გამოვყევი ესე იგი უკმაყოფილო იყო თავის ცხოვრებით მიხედავთ რომ დიდარი იყო თანდებისპირი იყო აი ეს უკმაყოფილობა არის ორი სახის უკმაყოფილება საკუთარ თავით რომ ვერ ცხოვრობს ისე ღვთის სათნოს ბოლომდე რაღაცა კიდე ჭირდება ანუ სულის მოთხოვნა სულყოფილი გახდეს ადამიანი და გზნობს რომ ვერ არის სულყოფილი და ამიტომ ეძებს მაგრამ არის მეორე სახის უკმაყოფილობა საკუთარ თავით და საკუთარ თავით არა გარშემო რაც ხდება ყველაფერი უკმაყოფილო რო არის ეს მეორე უკმაყოფილება არის მაგრამ ეს ემართება იმათ ვის თავის თავით კმაყოფილი არის თავის თავში ცოდას ვერ ხედავს ესე იგი ამით განსხვავდება ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი რომ მას მუდმივად აქვს განცდა თავის ცოდებისა სინანული და ხდება რომ არ არის სრულყოფილი კიდე ჭირდება მას მეტი რა ქონება კი არა მეტი სიღრმე ღვთის სიტყვის შემეცნებისა და მისი მერე აღსრულების შესაძლებლობა და გზები და ფორმა როგორ შეასრულოს ეს არის უკმაყოფილო საკუთარი თავით და მეორე კატეგორია უკმაყოფილო გარშემო ყველაფერი რაც ხდება რაც არ უნდა გაკეთო მაინც წუნს მოუძებნის მაინც რაც საუბრის სიტყვა აი მაინც ისეთი არის ესეთი ანუ ეს ადამიანები შორს არიან ღვთისაგან არც ღვთის სიტყვასა და უფალსად განეკითხავენ ეკლესიას განეკითხავენ სასწაული პირებსაც განეკითხავენ კი ადამიანები ვართ უცოდველი არა ვართ ჩვენ ვიცით მახსოვს ერთი ალბათონი მივიდა მოდვართან და ნუ მაშინ მერის კაცი ვიყავი შევსე და უთხრა რომ ხმა მაღლა ესე მამა ცოდვილი ვარ არტისტულად ეს და იმან კი უპასუხა მე მრავალ ცოდვილი ვარო შვილო და წავით ნუ არტისტიზმი არა საჭირო და საჯაროდ გამოცხადება ეს შენი შინაგანი მდგომარეობა არის როცა ხოთ უფალმა იცის
და თუ შენ მიხვდი ამას, ეს უფალმა დაგანახა, რომ ჯერ ვერ ახარ სრულყოფილია. და ის გეუბნება უფალი, ხო? გახსოვთ მათეს სახარებიდან სიტყვები, იყო ეს სრულ ვითარს და მამა თქვენ სრულყოფილი არის. და როგორი მაგალითია, რომ წვიმაო, უფლისგანო, აწვიმსო ცრუსებს და მართალსაც. და მზეფთის აულათებს ცრუსებს და მართალსაც. ანუ ყველაზე ობიექტური არის უფალი. ყველას ერთნაირი საშუალებას აძლევს, მაგრამ ყველა ერთნაირად არ სარგებლობს. ზოგ წინა მხარე რომ ეხლა მოსავალი მოვა კარგი მოიწყება, ისა. მეორე ისე წიმა ვერ გავისეირნებ ეხლა. იგივე წიმა არის, მაგრამ ადამიანს ასევე შეიძლება მზეზეც იყოს, რომ გაუხარდა, რომ აი ამით გამოვიდა, ეხლა პაპანაკება იქნება დავიწევ საწავით. ყოველთვის ადამიანი რჩება უკმაყოფილო, მაგრამ ვერ ხდება მიზეზს ამ უკმაყოფილობისა. რომ სული უკმაყოფილო მისი ცხოვრებით. მაგრამ ზოგი თავისავს აბრალებს განსაკუთრებით ცოდვათა და ზოგი გარშემო იძებს ვის დააბრალოს, იმიტომაც ცუდად ყველაფერი. ხა ადრე იყო რომ წიმა მოდის, ეს თავრობის ბრალია. მზე არის, მაინც თავრობის და ხუმრობდნენ ეს ბოლშევიკების დროს. არ მოძდოდა ეს თავრობა. რამდენი თავრობა გამოიცვალა, 5 თავრობა საქართველოს გამოიცვალა, მე არ მახსოვს რომ ვინ ყოფილიყო თავრობით, ვაყოფილი. ესე იგი სამკავშირი დაიშალა, ხო, იყო მიტინგები, გამოსვლები, სისი დაიღვარა, დაიშალა და საზეიმოდ ავირჩიეთ პრეზიდენტი. ერთი წელი არ იყო გასული და გავაგდეთ. ვიღაცები იყვნენ, უკმაყოფილო და იზოლ გახდა წასულიყო. მოვიდნენ, ვინც გააგდო ის. ხალხმა ითქვა, ეს ყაჩაღები, ავაზაკები არიან, რა ხდება, რა დღეში ვართ. ჩამოვიდა მოსკოვიდან ცნობილი პიროვნება და ხალხმა მოისურვა, გვეშველა, მარჩენალი მოვიდა ჩვენიო. გავიდა რამდენიმე წელი და მოგვაშორეთ ეს კაცი აღარ გვინდაო. რა ხდება? კაი, მოაშორეს, მოვიდა სხვა. მიშა მაგარია, გაგვიხარდა. მე გვიხარდა მისი წასვლა. საოცარიად თვისება, მაგრამ ყოველთვის ბრალდებენ ეკლესიათო დუმს. არა, ეკლესია კი არ დუმს. ეკლესია ლოცულობს, მშვიდობა ღირს ქვეყანაზე. მაგრამ ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჩვენ უფალთანა ვართ. ამიტომაც მაცხოვარი ეუბნება იმ დიდარს, ხო ყველაფერი კმაყოფილი ხარო? მაგრამ შენი მდგომარეთ არ არის საკმარისი ის სად გააქვს. იგი ის ვერ გამყოფებს შენ ღვთისაშე სულად. სულკაცად ვერ გზავნა. განთავისუფლდე ამისგან. იმიტომ რომ სიმდიდრემ ის მრავალი საზრუნავს უჩეს ადამიანს. როგორ გაამრავლოს, ან როგორ შეინახოს, როგორ არ მოპარო, როგორ არ გაკოტრდეს და სულ აბაჟე, სულ ითვლის დაგება მოგებაზე, თელი საზრუნა აქეთ არის და უფალი ავიწყდება, ლოცვა ავიწყდება. ცნებებს ისე, მაგრამ გარეგნულად ვიცნობთ ცნებებს. ხო? და არა გულით, არა რწმენით, არა სიყვარულით, არა სასოებით. ანუ არის სულიერი მდგომარეობა ადამიანისა და იქ არის უკმარისობა, იქიდან მოდის. მაგრამ მიზეზს ვეძებთ ჩვენ თავში. თუ მართლა ვართ ქრისტიანი მორწმუნენი, უკმაყოფილო ვარ, რათა უნებლად განეკითხავ. უნდა ველოდები რომ შემაქონ. თუ შემაქეს მე უბედნიერი ვარ და თუ არ შემაქეს, ვერ ხედავენ მე როგორ კარგი ვარ. უკვე განვიკითხავ სხვა საკითხს და მოდით ამაზე გავამახოთ ყურადღება. ჩვენი შინაგანი მდგომარე როგორ არის ღვთის წინაშე. და უფალი გეუბნება რომ ეს რაც შენ გაკავებს ამ სოფელზე. ის გამოც შენ უფლისად ვერ იცლი. გამო შენ ვერ ახარ ისე გულუხვი, ვერ ახარ ისეთი მშვიდი, ვერ ახარ ისეთი მორჩილი, დამდაბალი, ვერ ახარ. ამას გზობს სული გეუბნება რომ შენ ჯერ შორს ხარ ღვთისაგან. ღვთის გავსების ის ვერ მიგიღწევია. და ის შექმნა ადამიანი ღმერთმა
ხატებისა და მსგავსებისა მებრძ. ხატება მოცემული გვაქვს. მსგავსება ჩვენი ნებით უნდა მივახციოთ. ამიტომ უფალებს რომ იყავთ სრულითა და მამა თქვენზეცაც არის. ნახეთ, აწვიმსო თანაბრად იმასაც და ამასაცო. ანუ ღმერთი მიუკერძოებელია. მიკერძოება ჩვენგან მოდის. იმას არ მოწონს იმას, ამას მოწონს იმას. იმას არ მოწონს ზე, ამას მოწონს ზე. ეს ადამი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორ ხედავთ, როგორ განვიცდით, როგორ ვაფასებთ ამას და მე რომ დაფიქრე და მე რო ესე ვხედავ, მართალი ვარ? თუ ყველას თანაბრად მშვიდობა უსურვო, ყველას თანაბრად სიკეთე გაუკეთო, არ ვუყურო რა. კითხვას არ მოწონს ჩვენი აქ ზოგიერთები ხმაურობენ და ტურისტებს დარწმუნებენ. მაგრამ არ ლანძღავ, ვეუბნები, მინდა შევაგონო, გავაგებინო ხოლმე. ასე ყოველთვის ეძებეთ რომ სხვების მიმართ იყოთ სრულყოფილები. ღვთისმსახურში ვერა, მაგრამ არ გაარჩევთ პირს ადამიანისა. რა ცვია, როგორ გამოიყურება, როგორ იქცევა, ისიც ღვთის ხატად შექმნილი არის. აი, ღვთის ხატებას ცეთ პატივი. აი, მაშინ ვიქნებით ნაწილობრივ სრულნი, არა მიკერძოებულნი. რომ მე არ უყურებ იმას იქ. რა თანამდებობის არის, რა ხასიათის არის. მზათავ ხელი გაუწოდო, თუ მას სჭირდება დახმარება. მაგრამ ეს ხოლმე რწმენით მოდის და გულით მოდის, სიყვარულით მოდის და აი ესეთ აი ამ მდგომარე თავით უკმაყოფილობით როცა ვართ. რომ ვერ ვარ სრულყოფილი ადამიანი. მაგრამ მივემართეთ სრულყოფილებისაკენ ქრისტეს მიერ და მადლი ღვთისა ითხოვთ თქვენ ცხოვრების გზაზე და იყოს თქვენი მამხილებელი, თქვენი მანუგეშებელი, თქვენი წარმატების მომცემელი და თქვენი მაცხოვნებელი მადლი ქრისტესი. ამინ.